პირველ რიგში აუცილებლად აუცილებლად გიპასუხებთ ამ კითხვაზე, ეკა უბრალოდ არ შემიძლია აქედან თავიდან დავიწყო და მივალ მაქამდე. დღეს რასაც საზოგადოება უყურებდა იყო ჩაშვების კლასიკური მაგალითი და მე მინდა მიმართო გომელაურს, ხარებას, მილერის და ამ ბანდ ფორმირებას. თქვენ წარმოგიდგენიათ ხო შპიონობის კლასიკურ გაკვეთილზე სახელმძღვანელო იყო, არ ვიცი ალბათ ქართველები კიდე ჟარგონზე სხვა სიტყვასაც დაარქმევენ, ესე იგი ერთმანეთს როგორ ადანაშაულებდა ორი დამნაშავე, პრემიერ-მინისტრი იყო, ის ვიცე-პრემიერი იყო და ერთმანეთს როგორ ჯიჯგნიდნენ. თქვენ წარმოგიდგენიათ გილიოტინაზე, პოლიტიკურ გილიოტინაზე წინ წარუძღვება სოზარ სუბაერს და წულუკიანი ხარებას, იმას რა ქვია, გომელაურს, ივანიშვილსაც და იტყვიან, რომ აი შენ ამას რო აშავებდი, აი შენ ამას რო აფუჭებდი. დღეს რაც ჩვენ ვნახეთ, ეს იყო კლასიკური მაგალითი, რას ნიშნავს მენტალური კოცი. ანუ ეს გახარიაც და ისიც რა ქვია, აქით წულუკიანი ჯერ გახარიასთან დაკავშირებით მე მაგალითად შემეცოდა, რას დაამსგავსეს და ის სიტყვები რაც სოციალურ გამოვიყენე, არ ვიცი, მაყურებელსაც ბოდიშის მოხდით უნდა უთხრა. კი, დააჩმორეს დღეს, დააპატარავეს, პატარა დაპატარავებული კაცი გვაჩვენეს გახარია ჩემთვის არადოს არ იყო დიდი და დიადი, მაგრამ ქოცების თვალშიც, ანუ მათ თვალშიც, რომელიც პრემიერად ყავდა და კრიზის მენეჯერი და მაგარი კაცი, ესე იგი როგორ დააპატარავეს. რაღაცა როგორი რამე გვაჩვენეს, ხო რომ ესე იგი მაკო გომურის თვალის, ესე იგი თურმე გახარიებო ამბოთხარა წულუკიას ეხა კითხვა ქონია. ეს ხომ არანორმალური და ამდენი კითხვა თუ ქონდა და მაკო გომურის თვალი რო ამოთხარა, ამის მერე პრემიერ-მინისტრად რო კაცი დაინიშნა და შენ იმის მოადგილე იყავი, ეს სად რომელ წეში წერი? ბიძინამ გითხრა, მაშინ გავჩუმდე. და ბიძინამ თუ თქვა, ხა მაშინ აბარასი ზამდნენ. ხვდებით ხო რაზე ვლაპარაკობ? თქვენ რა დაინახეთ ლევან? აი დღევანდელი კომისიის ხდომა და ის ეგრეთ წოდებული კომისიის ძნელია ამას საერთოდ რაიმე უწოდო, რაც ხდება ზოგადად მაგ ეგრეთ წოდებულ კომისიაზე და არა მარტო დღევანდელ დღეს გულისხმობ, რა თქმა უნდა. აი რა დაინახეთ? რა იყო ის რაც ყველაზე მეტად გაგაღიზიანათ? რომ არაფერი ვთქვათ იმაზე და მე ამ თემაზე აუცილებლად მინდა რომ ვისაუბროთ შეთანხმებაზე სალომე ზურაბიშვილის გარშემო გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებს შორის და სალომე ზურაბიშვილმა ამ თემაზე ისაუბრა თავად, რომ აი ამ კოორდინაციაში მყოფ ოპოზიციურ პარტიებს იყო ასეთი შეთანხმება, არ უნდა მისულიყვნენ, არ უნდა მიეღოთ აი ამ კომისიაში მონაწილეობა. აი ნდობის ფაქტორი თავად გიორგი გახარიას მიმართ ამის შემდეგ როგორი შეიძლება იყოს? ერთი ხო ისინი პარლამენტსაც არ ტოვებენ, ლეგიტიმაციას მარტო ეგენი აძლევენ და დაფინანსებასაც იღებენ და პარლამენტის მანდატებიც აქვს და ყველაფერი. მაგრამ მოდი გადავდოთ გვერდით. ეკა მაგალითად გადაწყვეტე მიხვიდე, ხო? მე მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტა მივიდა, სანამ არ უსმინე ამ ადამიანს, სანამ არ დააპატარავეს. წულუკიანი და ქალბატონი ალუდა, ხო, ქალბატონი ალუდას ის წულუკიანი ეძახის, მე არა. ქალბატონი ალუდას რო დაგაპატარავებს და რო გეკაჩავება ბჭყალებში, იმიტომ რომ მაგათ ენაზე უნდა ვისაუბრო, მაგათ ეგენა ესმით. ალუდა და სოზარის დასამცირებელი რო გახთი. აი ხო, რთულია, თორე თუ მივიდოდა მაგალითად და ეტყოდა წულუკიანს წაუკითხავდა მამამისის მიერ დახვრეტილი ადამიანების სიას და კითხავდა რომ მოდი აბა მამა შენის მკვლელობები ხო არ გამოვიძიოთ? ან ეტყოდა მაგალითად წულუკიანს რომ ბოტასი პარია ფარცხალაძე რო იყო პროკურორი და შენი იუსტიციის მინისტრი, მოდი ეს პერიოდი გამოვიძიოთ. აი ამ რაღაცებს თუ ეტყოდა, აი მაგალითად თუ ეტყოდა რომ საყდრისთან დაკავშირებით, ეკა ისა ჯალათია ხო არ გამოვიძიოთ ეს საკითხი? მაგალითად საყდრისი როგორ ააფეთქეს და ბიძინამ როგორ ასე ვთქვათ მიითვისა ეს მილიარდები. მაგრამ ამ კითხვებს ხო გახარია ვერ დასვა, თქვენ ხო გესმით რომ ეს კაცი თანამონაწილეა, წვალობდა, აი რაღაცები არ მახსოვს, აი როგორ ბავშვი ვიდიქცეოდა, ხო ჯერ თუ მიდიხარ კიდე გეუბნები, მიდი. კარგი ბატონო. ოღონდ კაცურად მაინც მოიქეცი, ბიჭო, ქალბატონი ალუდას დასაჩმორებელი როგორ უნდა გახდე? რა არის ეს კაცურად მოქცევა, ლევან? გითხრათ მაშინ, აი რა არის ეს კაცურად მოქცევა? მან ბევრი რამ თქვა დღეს პირველად, მან თქვა ნიკა მელიასთან დაკავშირებით, მან თქვა მაგალითად, რომ ნიკა მელიას დაჭერის ოპერაციას ხელმძღვანელობდა ბიძინა ივანიშვილიო და ეს გახდა მიზეზიო, რის გამოც მეო შემდეგო გადავდექიო. და ასევე არ დაასახელა 20 ივნისთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ უჩინარი ხმა თუ უჩინარი ხელი ამ შემთხვევაშიც და ნუ გასაგებია რომ ეხა ვინ შეიძლება იყოს უჩინარი ხელი და უჩინარი ხმა, უჩინმაჩინი ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილს გულისხმობდა, თუმცა ეს არ უთქვამს მას. აი რა უნდა ეთქვა კიდევ, რას ელოდებოდით? რა იყო თქვენთვის მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაში? იცით რა არის? აი ანწუხელიძეზე რაც თქვა ჯალათია, აი ენას თუ ამოაგლიჯავდა პირდაპირ მნიშვნელობით.
მე ვიტყოდი რომ მაგარი კაცია გახარია. აი ამ თემაზე თუ საზოგადოებას ეს ყველაზე მეტად ეტკინა, გამწარდა და სულში ჩააფურთეს. აი ამაზე თუ ვიტყოდი რომ კაცურად მოიქცა, ჯიგრიანად. კი არ მიჯიყვნეს და დააჭმონეს. აი ნახეთ რა მაგრა მოიქცა. მაგრამ დაპატარავებული იყო, ვერც საუბრობდა. იგივე თქვენ რომ ამბობთ რომ მაგალითად ოცივნიზე თქვა რომ ვიღაცა მისროლა რაღაცა სხვა მიიღო დავალება. მოიცა კაცო, ეგ პრემიერ-მინისტრი არ იყო მაგის მერე წელიწადნახევარი. თუ ვინმე არასწორად გაწყვეტილება მიიღო, გამოეძიებინა. ვინ უშლიდა ხელს? ნახეთ, გახარია არ იყო თავისუფალი ადამიანი იქ რომ მივიდა. ის იყო ბიზნეს ჯიბეში როზის ადამიანი და რო ეშინია. რო ეთქვა რომ მაგალითად სხვამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. იქვე ეკითხებოდნენ, შენ იყავი პრემიერი, რატო მე არ გამოიძიე წელიწადნახევარი? ნახეთ, წულუკიერმა რა უთხრა, წელიწადნახევარი საკმარისზე მეტი იყო რომ ეს გამოგიეძიებინაო. ნახეთ, პატარა სათამაშო კაცი მიიყვანეს და აკაჩავეს, კაცო, წულუკიერს ანწუხელიძეზე გუში და მთელ საქართველოს სულში რო ჩააფურთხა, ის ხალი დღეს ამაყად იჯდა და ეკაჩავებოდა იმას, რა ქვია და რა არ გამოუვიდა? არ დააპატარავეს, გახარია?